2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. თარიღი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯები აიღეს და სანაპირო დაასუფთავეს. გაიმართა კონცერტებიც მოიხატა მტკვრის კალაპოტი დღეს პირველად მდინარე მტკვარი სპეციალური უსაფრთხო საკვები პროდუქტების საღებავებით სიმბოლურად გამწვანდა. ღონისძიების მიზანი წყლის რესურსების გაფრთხილებისა და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრომ დღეს ამინდის პროგნოზი ვერ გაითვალისწინა და მშვიდობის ხიდზე დაგეგმილი ღონისძიება დაგეგმილზე ადრე დასრულდა. დღეს არის სხვადასხვა სახის ღონისძიებები დაგეგმილი და მთელი აზრი ამ ღონისძიებების გახლავთ ის, რომ საზოგადოების ყურადღება მივაქციოთ მტკვრის და საერთოდ ზედაპირული წყლების დაცვის საკითხს. არ ვიცოდით წელს გავიგეთ ამ ღონისძიების შესახებ, ჩვენ ჩავერთეთ მხატვრები ვართ და მოვხატეთ მტკვრის ჯებირი და რავი, დახარებულები ვართ ამ დღით. მტკვარი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდინარეს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტზე ვაწარმოებთ მის ყოველთვიურ მონიტორინგს, წყლის ხარისხის კონტროლს და დღევანდელ დღესაც ჩვენც ეს აქცია მიუძღვენით, რა თქმა უნდა, მტკვრის დაცვის დღეს, რათა მოსახლეობის ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყროთ ამ მნიშვნელოვან მდინარეს.